ფრიადოსნის დამბლა. გსმენია ეს ტერმინი. ჩემი საკუთარი მაგალითით აგიხსნი, რასაც გულისხმობ. საკმაოდ დიდი ხანია მინდოდა მქონოდა ჩემი ბლოგი, მქონდა თემა, იდეა, მაგრამ სულ ვაჭიანურებდი. ბოლოს და ბოლოს, როცა როგორც იქნა შევუდექი საქმეს, მაშინვე მივხვდი, რატომაც ვაჭიანურებდი, დავიწყე კირკიტი. ხან მომეჩვენა, რომ ზედმეტად აკადემიური ვიყავი. შემდეგ პირიქით ძალიან ზედაპირული. გამახსენდა, რომ 3-4 კილოგრამის დაკლება არ მაწყენდა, უკანა ფონი ვერა და ვერ მოვიწონე. მოკლედ, შემდეგ კომპეტენცია დავუწუნე საკუთარ თავს. გავაგრძელე სრულქმნა ჩემი მასალების 300 გვერდიან სადოქტორო დისერტაციამდე ავედი, მაგრამ ისევ ხან რა არ მომწონდა, ხან რა და ბოლოს მიხვდებით ალბათ, რაც მოყვა ამას, დამეკარგა ხალისი, мотиваცია და გადამინდა ყველანაირი ბლოგი და ვლოგი. თუმცა ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ ჩავიქნიე ხელი. ერთ დღეს რაღაცის კითხვისას შემხვდა და ყურში მომხვდა ტერმინი ფრიადოსნის დამბლა. და მივხვდი, რომ ზუსტად ეს არის, რაც მჭირს. იმდენად იდეალურად ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი ბლოგი, საერთოდ ვერც ვიწყებ. მაშინვე მივხვდი იმასაც, რომ თუ ეს არის დამბლა უმოძრაობაა, ამიტომ მას უნდა დავუპირისპირო მოქმედება, მოძრაობა, თუ მსურს რომ თავი დავახციო. ამიტომ ვჯდები დღეს არაიდეალური უკანა ფონით, გაუწიკწიკებელი ტექსტით, იმ დაუკლებელი 3-4 კილოგრამით წერ ჩემს პირველ არაიდეალურ ბლოგს. რაზე იქნება ჩემი ბლოგი? როცა ვთქვი, რომ მქონდა თემა და ასევე იდეა, ვგულისხმობდი, რომ წლების განმავლობაში ჯერ საკმაოდ სერიოზულად სწავლობდი ფსიქოლოგიას, ხოლო შემდეგ ეს იყო ჩემი ჰობი. და გამუდმებით სხვადასხვა ენაზე ვეცნობოდი, ვისმენდი, ვკითხულობდი სხვადასხვა დიდარ და მრავალფეროვან ლიტერატურას. და სულ მქონდა სურვილი, რა მაგარი იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ იყოს ხელმისაწვდომი ქართულენოვანი მსმენელისთვის მშობლიურ ენაზე, როგორი სასარგებლო და საინტერესო იქნებოდა. და ამიტომ დღეიდან ვიწყებ ამის კეთებას, თავს მოუყრი წაკითხულს, დასწავლს, გაგონილს, მოსმენილს, განცდილს. შევეცდები ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქოლოგია, ჩვენი ემოციები დავინახოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პრიზმიდან. ვერავის შევპირდები და მოვატყუებ, რომ დავახვედრებ ჯადოსნურ რეცეპტებს ან მაგიურ ხერხებს იდეალური ცხოვრებისთვის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზუსტად ვიცი, მსგავსი ხერხები და რეცეპტები ბუნებაში არ არსებობს. ყველა ჩვენგანი არის სრულიად უნიკალური, თავისი ბედით და განვლილი ცხოვრებით, ისევე როგორც უნიკალურია ჩვენი თითის ანაბეჭდი ან კალიგრაფია. როგორც არის ესეთი გამოთქმა, თუ ჩემი ფეხსაცმლით არ გივლია, მაშინ ნუ მასწავლი როგორ შევიკრა თასმებიო. ვეთანხმები. დილას სანამ დავიწყებდი ამ ბლოგს, გამუდმებით მიტრიალებდა თავში ჩემი საყვარელი რომანის ანა კარენინას დასაწყისი ფრაზა, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური. და მართლაც ასეა, ჩვენ ყველა ჩვენებურად ვცდილობთ გავუმკლავდეთ იმ ყოველდღიურ დაბრკოლებებს, გამოწვევებს, რომლითაც გვამარაგებს ცხოვრება დაუღალავად. ამიტომ მოდით უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, ვიფიქროთ ხმამაღლა. იყოს ცხოვრება ჩვენი ჰობი და იყოს ეს ჩვენი ჯადოსნური ლაბორატორია, სადაც ანალიზს გავუკეთებთ საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს. შემდეგ ვიდეოებში განვაგრძოთ საუბარი პირველ ეტაპზე ისევ ფრიადოსნის კომპლექსზე, სინდრომზე, დამბლაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს თემა შეიძლება ბევრ ადამიანს აბრკოლებდეს და ამუხრუჭებდეს ცხოვრებაში. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და სურვილები. დროებით შემდეგ ვიდეომდე.